გამოგიხდათ კომპანია Sigma-ზე, რომლის პრემიუმ დეველოპერული პროექტი არის Sigma საბურთალოზე. საქმე დილაში მოვიკითხავთ კომპანიის მიმდინარე პროექტებს, გეგმებს და შეთავაზებებს მოახლოებულ დღესასწაულებთან დაკავშირებით. ასევე ჩვენი ინტერესის სფერო არის თუ საიდან გაჩნდა დეველოპერულ ბაზარზე შესვლის იდეა და საუბრის პარალელურად ასევე გაგაცნობთ კომპანია Mars-ის ხედვასაც, რომელიც თავიდანვე იყო ჩართული Sigma-ს ბრენდის მშენებლობაში. საქმე დილას სტუმრობენ ზვიად ჩოხელი, დეველოპერული კომპანია Sigma-ს დირექტორი და ჩვენთან ერთად არის ლევან თითბერიძე, მარკეტინგული საკონსულტაციო კომპანია Mars-ის თანადამფუძნებელი. დილამშვიდობისა. მოგესალმებით. დილამშვიდობისა და მადლობა მობრძანებისთვის, ბატონ ზვიად, ბატონ ლევან. დავიწყოთ Sigma-ით. დავიწყოთ. იდეით და გადაწყვეტილების წინაპირობა, ანუ ზვიად, რამაც გადაგაწყვეტინათ თქვენს ბიზნეს ჯგუფს, რომ ამ ბაზარზე შემოსულიყავით, სადაც რა და კონკურენცია სადმე თუ არ გვაკლია დეველოპერული ბაზარი. Sigma-ს მოკლედ თავარი იდეა შექმნის ხო ის რომ გვინდოდა შეგვექმნა პრემიუმ ხარისხის მულტიფუნქციური კომპლექსი. აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ Sigma-ს მშენებლობის დაწყება. ჩვენთვის თავარი არის ხარისხი, სანდოობა და უსაფრთხოება. როგორც თავიდანვე აღნიშნეთ, ლევან, Mars-ი თავიდანვე იყო ჩართული Sigma-ს მშენებლობაში. თქვენი ხედვა როგორი იყო ამ იდეის მშენებლობაში და რა გამოარჩევს ამ პროექტს და რა არის მისი უნიკალურობა? ბატონო, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ პირველივე დღეებიდან ჩავერთეთ ბრენდის მშენებლობაში, მაგ დროს ყოველთვის უკეთესად ხედავთ და უკეთესად იგეგმება ყველაფერი მომავალი მომხმარებლებისთვის. შესაბამისად, დღესაც ჩვენ აქ მოვედით, როგორც ახსენეთ, საახალწლო ფაზლაკლებების ციებ-ცხელება უკვე იწყება და Sigma-ც უკვე სთავაზობს, დღეიდან უკვე შეუძლია პოტენციალურ მომხმარებლებს, რომ Sigma საბურთალოს დაუკავშირდნენ ან Facebook-ით, ან ტელეფონის ნომრით და ჩვენ შევთავაზებთ 50,000 ლარამდე ფაზლაკლებას 0%-იან შიდა განმადებას მომხმარებელზე მორგებულ გადახდის პირობებს. მოკლედ, ყველაფერს ის, რასაც ბრენდი, როგორც მშენებლობის ხარისხით, როგორც ბატონმა ზვიადმა აღნიშნა და სხვა მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურით, მოგეხსენებათ, რომ Sigma საბურთალოს ექნება ორი აუზი, რომელიც ძალიან იშვიათია, რომ დეველოპერულ ბაზარზე შეგხვდეთ. ყველაზე გრძელი აუზი 29 მეტრიანი სიგრძის და საშუალო აუზი ბავშვების და აკვაერობიკისთვის, ასევე თანამედროვე ფიტნეს დარბაზი, სკვეშის კორტი, 24 საათიანი დაცვა და კონსიერჟის მომსახურება, 4-ხონიანი ავტოსადგური და მოკლედ ყველაფერია გათვლილი იმისთვის, რომ პრემიუმ თუ ეძებ პრემიუმ კომპლექსში ბინას და გინდა საუკეთესო ადგილმდებარებას ყველაზე მოთხოვნად უბანში საბურთალოზე, საიდანაც ძალიან სანდროეულის ქუჩაზე მდებარეობს Sigma-ს პროექტი. მოგეხსენებათ, რომ ბაგების ხიდის გაკეთება და უკვე ძალიან ადვილია ამ ლოკაციიდან დაკავშირება თუნდაც ვაკის და ბაგების მიმართულებით და შექმნილია Sigma საბურთალოს პროექტი იმისთვის, რომ ნებისმიერ ადამიანმა, რომელიც უკვე იმ ეტაპზე ამისურვებდა ცხოვრების სტანდარტი უნდა გაიუმჯობესოს და ეს არის ერთ-ერთი მთავარი დაპირებაც Sigma საბურთალოსი. ყველას უქმნის ისეთ პირობას, როგორც შეთავაზებით და გადახდის პირობებით, ისე ის ხარისხი და მშენებლობის მიმდინარეობაში რა ყურადღებაც ექცევა და რაც არის გათვლილი და ყველაზე ერთ-ერთი გამორჩეული და სამახსოვრებელი არის ღრმა ტერასები, ანუ ჩვეულებრივ კორპუსებში რაც შეგხვედრიათ, იმაზე მინიმუმ ორჯერ უფრო განიერი იქნება Sigma საბურთალოს აივნები, ტერასები და შესაბამისად უფრო ახალი სივრცე იქმნება, რომელიც შეიძლება გამოიყვანა როგორც თუნდაც გრილისთვის და შეკრების ადგილისთვის, ძალიან სასიამოვნო და ულამაზესი პანორამული ხედები იშლება, ასევე ვაჟებშობილას გამზირზე და მთელ ქალაქს. ეს არის ძირითადი სადღესასწაულო შეთავაზებები უკვე ჩაშვებულია. დიახ, დღეიდან უკვე შეუძლიათ მომხმარებელს დაუკავშირონ Sigma საბურთალოს Facebook-თან, ტელეფონის ნომრით და მიიღებენ მათზე მორგებულ გადახდის პირობებს და შეთავაზებას. ბატონ ზვიად, თქვენი ბიზნეს ჯგუფისთვის ეს არის პირველი პროექტი. დიახ. მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ მხოლოდ პირველი რო არის, ამაზე ცოტა მერე რა. მაგრამ იმ გეგმებიდან გამომდინარე, რაც Sigma ჯგუფს შეიძლება ქონდეს. Sigma საბურთალო, რომელიც პოზიციონირებს თქვენგან, როგორც კომპანიის მთავარი წარმომადგენლისგან, როგორც პრემიუმ კლასის, ლუქს კლასის მიმართულება. რა არის მისი კონკურენტული უპირატესობა იმ ხარისხიდან, იმ დანიშნულებიდან გამომდინარე, რაც თქვენ ჩადებით ამ პროექტში? ხარისხზე კეთდება ძალიან დიდი აქცენტი, იქიდან გამომდინარე
აქ მაგალითად სამშენებლო მასალებზე მაგალითად ბეტონი B35, რომელიც არის მაღალი ხარისხის, იგივე იქ არმატურა და ასე შემდეგ სხვადასხვა დოკას წარმოების, ну, ეგრეთ წოდებული აპალოვკა, ესე ვთქვათ. შემკრელი მასალები და ყველაფერი. დიახ, თავიდანვე შევიძინეთ სულ ახალი კრანი, ესე ამწე კრანი, ესე ვთქვათ. და მაქსიმალურ კონტროლს ვახდენთ. გაფორმებული გვაქვს ხელშეკრულება შენ ექსპერტთან, რომელიც დამატებით უზრუნველყოფს ხარისხის კონტროლს და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ იყოს დაცული ხარისხი. ლევანის სიტყვებიც რო დავიმოწმოთ, სანდროეულის ქუჩაზე მიმდინარე ამ ტიპის პროექტს. რატომ არ ექნება ანალოგი? კიდევ ერთხელ ვიმოწმებ ლევან, საბურთალო რჩება ამის ერთადერთ უბნად, რომელსაც ფასი არ ეკარება და თუ არის მზარდია, თორე კლებადი ყველაზე ნაკლებად არის, რითი იქნება ის გამორჩეული და ყველაზე მიმზიდველი? აი მაგალითად ვაჟა-ფშაველას დასაწყისში რო დადგეთ და რო გაიხედოთ, პირდაპირ დაინახავთ ჩვენ შენობას, როდესაც ეს აშენდება. ანუ საპირისპირო მხრიდან რო დადგეთ, ანუ ჩვენი შენობიდან მთელი ქალაქი ჩანს. აქედან გამომდინარე, თვითონ მეტროსთან არის 25 მეტრში. ანუ შეკრების და გაყრის ისეთი ადგილია, ცენტრია. პლუს ამას მისვლით, გასვლით, რავი, ყველანაირად ძალიან ისეთ ადგილზეა განთავსებული, რომ მე მგონი, რომ ვერ შეგვეჯიბრებიან დანარჩენი კომპანიები ამ შემთხვევაში. და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად შემდეგაც იყოს ისეთი პროექტები, რომელიც მაქსიმალურად პრემიალურ ხარისხს დაიცავს. ერთ-ერთი მთავარი ხელწერა, როგორც აღნიშნეთ, და ბატონო ზვიადოაც თქვა, ის პანორამული ხედებია და გაშლილი სივრცე და ის განიერი აივნები, რომელიც გამოარჩევს კიდევ დამატებით პრემიუმ კომპლექსებში განსაკუთრებით და რა თქმა უნდა, მშენებლობისას უმაღლესი სამშენებლო მასალების გამოყენებით, ასევე ენერგოეფექტური იტონგის ბლოკი გამოიყენება მშენებლობაში და მოგეხსენებათ ამ ბრენდის შესახებ 30%-ით უფრო გათბობაზე და გაგრილებაზე უფრო ნაკლები ენერგია. დიახ, ძალიან თანადგილობრივი წარმოება. კი ბატონო. და საუკეთესო ხარისხის, მოკლედ ყველა სამშენებლო მასალა განკუთვნილი. მე ბრიფში კიდე რაც შემხვდა, ადნოზვიათ ლევან, არის საუბარი, რომ სრულად არის გაფორმებული და ნაზრუნი უკვე მათ შორის ლიფტების რაოდენობაზე, რომელიც შიდა ტრაფიკს უზრუნველყოფს და OT სისტემას, თუ შეიძლება ანუ. მოკლედ მე იქვე ვცხოვრობ გვერდზე. ჩვენ მიშენებლობის გვერდზე მაქვს ბინა. საიდანაც ვაკონტროლებ ამ ყველაფერს აივნიდან და ჩემი მეზობელი არის თვითონ OT-ის ლიფტის წარმომადგენელი. მათ შორის მან უკვე შეიძინა. სად მოიყარეთ თავი ყველაფერს? კი, მან შეიძინა უკვე ბინა, პლუს ამას სიგმაში? კი, დიახ. და გაფორმებული გვაქვს ხელშეკრულება 4 ლიფტი და რაც პროექტში არ იყო თავიდან, მეხუთე ლიფტი დავამატეთ კიდევ. ანუ პროცესში ვაკვირდებით, თუ კი არის შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო მეტი ხარისხი და კომფორტი შევქმნათ, ამას ვაკეთებ. ანუ მეხუთე სადღაც კომერციულ სართულებზე რო იაროს, მეოთხე სართულამდე რა. და აქედან გამომდინარე, რა ვიცი, 4 OT-ის ძალიან დიდი ლიფტია, რომელიც მოემსახურება კორპუსს ამ შენობას. და კომერციული და საოფისე დატვირთვისთვის იქნება დამატებით კიდე. ფიქრობთ, მაგრამ ეხლა ამის გაჟღერება ისე არ გამომივიდეს, რომ მე ვერ მოხდეს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში კიდევ მე-6 ლიფტის დაყენებას, რომელიც ივლის მარტო ოფისებში. გავიქ. ჩვენი საუბრის პარალელურად აი გარდა ამ უსაფრთხოებისა, ხო, რაც მნიშვნელოვანი არის კომპანიისთვის, იმ რენდერებში, რომელსაც ახლა ჩვენი მაყურებელიც უყურებს, სხვა ბენეფიტებიც აქვს ამ კომპლექსს, იგივე აუზი. მიუხედავად რომ ქალაქის centrშია, მეტროსთან ახლოს, გამოარჩევს ხო სხვა მიმართულებებითაც კომპლექსს. აუზი და საუნა და გვავისყდეს თავიდან არ იყო პროექტში. მშრალ საუნაზეა საუბარი, აწი უკვე კორექტირებულ პროექტში იქნება და საუნასაც ვაპირებთ, რომ
აღნიშნოთ. კი ბატონო, და აი აუზი როგორც ახსენეთ, ყველაზე დიდი და ყველაზე გრძელი აუზი 29 მეტრიანი სიგრძის იქნება, ერთ-ერთი თავარი აუზი და მეორე აუზი იქნება კიდევ ცალკე ბავშვებისთვის და სხვა წყლის აქტივობებისთვის, როგორც ვთქვათ, აკვაერობიკა, გვერდით ქვეში სპორტი, ფიტნეს დარბაზი და სხვა სავაჭრო და ობიექტები. გასაუბრში სივრცე არ დაგავიწყდეს. კი ბატონო. მაგრამ აუზები დახურული სივრცე, ხო? 365 დღე რო იყო და თავისი ტერა. სივრცეც გვექნება, კი. ნუ გარუჯო არ დაგვაქვს. ვიზურუნეთ მაგრამ. კონსიერჟი დაცულობა თავისთავად კომპლექსში. ეხლა რა ეტაპზე არის მშენებლობა და როდისთვის იგეგმება სრულად ხო დასრულება? 2027 წელს უნდა დასრულდეს. წვანე როგორ ეძახიან? წვანე კარკასის მდგომარეობა. დიახ და დღესდღეობით არის მე-9 სართულზე უკვე მიწის ქვეშ 4 სართული. ეს ეხლა შეიძლება ისე ვსაუბროთ მიწის ქვეშ 4 სართულის ჩათვალეთ, რომ კი, იმიტომ რომ 2500 კვადრატულზე ამოიჭრა ფაქტობრივად 3 მეტრი კლდე. არ გულისხმობ იმ მიწას, მე შემდეგ რაც შეხვდა და არის ძალიან ყარი და ასე შემდეგ და 2027 წლისთვის ვაპირებთ რომ უკვე ამ მდგომარეობაში 20-ზე წვანე კარკასის მდგომარეობაში ის შეთავაზებები ლევან რაც ბძანეთ არის ის რომ ფაქტიურად ამ დროს ამ შეღავათით შემიძლია სარგებლობა და ფაქტიურად თუ შევიძენ დამჭირდება მხოლოდ კოსმეტიკური კი ბატონო, რემონტის თუ შეიძლება ეს დეტალები რო ჩაუშავო. კი ბატონო, ანუ პროექტი ჩაბარდება მოხმარების პრემიუმ წვანი კარკასის, რომელშიც შედის დაქსელილი, გათბობის მილები, კარფანჯრები, აბსოლუტურად ყველაფერი, მხოლოდ კოსმეტიკური რემონტი ექნება გასაკეთებელი. დღევანდელი შეთავაზება ძალიან საინტერესოა მომხმარებისთვის, როგორც ბატონო გიორგიმაც ახსენა, მზარდი ფასების მიხედვით და ზუსტად იმიტომ აკეთებს ზიგმა საბურთალო ამ შეთავაზებას, რომ მომხმარებელმა შეძლოს და წინასწარ დაგეგმოს თავის მომავალი და აი ზუსტად ისევ იმ დაპირებას დაუბრუნდება ბრენდი, რასაც პირდება, რომ გაიუმჯობეს ცხოვრების სტანდარტი ზიგმასთან ერთად. ამისთვის ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ დღევანდელი შეთავაზებით 2027 წელს უკვე ჩაბარდებათ წვანე პრემიუმ კარკასით ბინები პრემიუმ კომპლექსში საბურთალოზე და შეეძლებათ, რომ ისარგებლონ საუკეთესო გადახდის პირობებით. ბატონ ზვიად, მე კიდევ ერთხელ შევახსენებ მაყურებელს, რომ საუბრობთ დეველოპერულ კომპანია ზიგმას პროექტზე ზიგმა საბურთალო, თუმცა როგორც დასაწყისში ვთქვი, კომპანიის გენერალურ დირექტორთან ზვიად ჩოხელთან შემაჯამებელი კითხვა ზიგმას გეგმებზე მექნება. მე არ მიხსენებია ტყუილა, რომ ეს არის პირველი პროექტი, ის საეტაპოა, საპრეზენტაციო და ძალიან მნიშვნელოვანი ლევან, თქვენ სიტყვებს დავიმოწმებ ახლა, მაგრამ ვიცი და ამ შეხვედრისთვის როცა მემზადებოდით სტუდიაში, ჩვენ ნახეთ ბრიფებში ზიგმას სამომავლო საკმაოდ ამბიციური გეგმები. რას უკავშირდება ეს ყველაფერი? ჩვენთვის მნიშვნელოვანია ზიგმა საბურთალოს დასრულება იმ ხარისხით და იმ კონდიციით, რომელიც გვაქვს გაჟღერებული. აქედან გამომდინარე, მართალი ახსენეთ, ეს იქნება სავიზიტო ბარათი ჩვენი კომპანიისთვის და გვაქვს ძალიან ბევრი გეგმა. აქედან გამომდინარე, ამ გეგმებთან დაკავშირებით ჩვენ ახლა ბევრ რაღაცას ვსწავლობთ, ბევრ რაღაცას კიდევ უფრო სხვანაირი თვალით უყურებთ. აი მაგალითად ერთი ფაქტი მინდა აღვნიშნო, რომ ახლა ჭკვიანი სახლი ახლა ჯერჯერობით არ გაგვიფორმებია ხელშეკრულება, მაგრამ სურვილი გვაქვს, რომ უკვე პროცესში ვართ, გავაფორმოთ ხელშეკრულება, იმიტომ რომ დამატებითი კომფორტი შევქმნათ. აქედან გამომდინარე, სამომავლო პროექტებზეც იგივე გვაქვს ძალიან სერიოზული ამბიცია, დამუშავების პროცესშია რამოდენიმე ვარიანტი. შემდეგ მე იმედია შევხვდებით კიდევ და მე თქვენთან გავივლით ამ ყველაფერს. წარმატებები და დიდი მადლობა. წარმატებებს უსურვებ. მე ერთი რაღაც მინდა ესე იგი თუ ვასრულებთ, რომ ან ეხლა ან მე დაგიჯავშნოთ თქვენ თუ სურვილი გექნებათ ჩვენთან რომელ სართულზე გითხარით მოგზავნეთ ადგილზე შეხედეთ და მიხვდებით უკვე ჩვენი მშენებლობის თუ კომპლექსის პრიორიტეტები. მადლობა შემოთავაზებისთვის. ზვიად ჩოხელი, დეველოპერული კომპანია ზიგმას დირექტორი, წარმატებები უსურვოთ მარკეტინგულ საკონსულტაციო კომპანია Mars. ლევან თითბერიძე, Mars-ის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი იყო ჩვენთან ერთად ამ კომპანიაზეც უამრავს მოგიყვებით კიდევ მომავალში.